პრინციპში ეს გაგრძელება და არა გუშინ და გუშინ წინ დაწყებული პროცესის, არამედ დაახლოებით 2 წლის პროცესის გაგრძელებას ვხედავთ. ხო ეს ხო პირველი რუსული კანონის დაინიცირებიდან მთელი ეს ჯაჭვი რეპრესიული კანონმდებლობის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ერთის მხრივ ეს არის დასტური იმისა, რომ ქართული ოცნება უკვე ყველაფერზე მიდის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ის ხედავს, რომ თუ ქვეყანაში იქნა მცირე დოზითაც კი სიტყვის თავისუფლება, თუ მცირე დოზითაც კი იქნა ადამიანები, რომლებიც შეძლებენ საუბარს თავისუფლად, ამას აღიქვამს თავის ეგზისტენციალურ პრობლემად და ხედავს, რომ მცირედი თავისუფლების ფონზეც კი მან შესაძლოა დაკარგოს ძალაუფლება. მთელი ეს პროცესი, როდესაც ვსაუბრობთ კანონების გამკაცრებაზე, ვსაუბრობთ მძევლების აყვანაზე, რასაც ვხედავთ და ასამდე პოლიტიკური პატიმარი ყავს უკვე ქართულ ოცნებას, სხვა არაფერია თუ არა ერთის მხრივ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მას აქვს იმედი, რომ ამით ივაჭრებს და ვიღაც დაელაპარაკება. დღემდე მას არავინ არ ელაპარაკება, არც რეგიონის დონეზე, თუ ჰამას და ჰეზბოლას არ ჩავთვლით და ირანს, პრინციპში ხედავთ, რომ სრულ იზოლაციაში არიან ისინი და არავის არ სურს მათთან კომუნიკაცია, არის პროტოკოლური საუბრები, ჯერჯერობით კრიტიკა ისმის დასავლური სამყაროს მხრიდან და უშუალოდ ამ ცვლილებებზეც ვხედავთ, რომ მეც ვერაფერს ვერ მიიღებენ ეს ცვლილებები. ისმის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც და გუშინ მთელი დღეს განმავლობაში არაერთი ევროპელი ლიდერის მწვავე შეფასება მოისმინა საზოგადოებამ, მათ შორის იყო კაია კალასი, მარტა კოსი და კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ მათ წინააღმდეგ ვინც საზოგადოების მიმართ რეპრესიულ ზომებს ახორციელებს, ნაბიჯები გადაიდგმება. რა შეიძლება იყოს ბრიუსელის პასუხი? მოდით ამ კითხვასაც დაგისვავთ, იმიტომ რომ ისმის კიდევ ერთი კითხვა. ევროკავშირს რომ უფრო მეტის გაკეთება შეეძლოს, ამას აქამდეც ხომ არ გააკეთებდა? უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი შემოსაზღვრულია თავისი წესებით, ხომ და ის არის წესებზე დაფუძნებული გაერთიანება და ეს წესებზე დაფუძნებული გაერთიანება გულისხმობს, რომ მკვეთრი ნაბიჯების გადასადგმელად საჭიროა ყველა წევრის თანხმობა და ჩვენ იქ ვიცით, რომ პრორუსული ძალები სამწუხაროდ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში არიან და ამით გამორჩეულია, რა თქმა უნდა, უნგრეთი და ქართული ოცნების დიდი მეგობარი ორბანი, რომელიც ერთადერთია, ვინც ამათ ელაპარაკება ევროკავშირიდან, ხო? და ხედავთ, რომ მის მიერ ხდება გარკვეული ზომების დაბლოკვა. თუმცა არსებობს სხვა საერთაშორისო ასპარეზზე სხვა ისეთი ქვეყნები, რომელთაც არ აქვთ ესეთ შეზღუდვები. ამის ნათელი მაგალითია გაერთიანებული სამეფო. და რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები, ხო? დიდი ბრიტანეთი, როდესაც მან დატოვა ევროკავშირი, უკვე ესეთი ბიუროკრატიით, ასე ვთქვათ, აღარ არის შეზღუდული და ხედავთ მათ მიერ განხორციელებულ კონკრეტულ სანქციებსაც და ასევე ხედავთ, რომ არის ამ მიმართულებით სერიოზული ძვრები და უნდა ველოდოთ და დამერწმუნეთ ევროკავშირის სანქციებზე ნაკლებად არ ადარდებთ ბრიტანული და ამერიკული სანქციები. თქვენ გახსოვთ ირაკლი კობახიძის ცნობილი სიტყვები ტრამპი, რასაც იტყვის, იმას გავაკეთებთ ეს პირდაპირ ეს ადამიანები, რომლებიც სუვერენიტეტზე გველაპარაკებიან, თან ამბობენ, რომ რასაც ტრამპი მათ ეტყვის, იმას გააკეთებენ. ეს ნაკარნახევი იქიდან, რომ ადარდებთ მათ ეს სანქციები, ამაზე წუხან და რა თქმა უნდა, თავარი ბერკეტი რაც შეიძლება გამოიყენოს დასავლეთმა, ესეთი ანტიდემოკრატიული ხელისუფლებების წინააღმდეგ, ეს არის ოღონდ სანქციები, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეს კონკრეტულად იმ ადამიანებზე, ვინც არიან ბრალდებულნი და ხილებულნი დემოკრატიისთვის ძილის გამოთვლაში და არა ქვეყანაზე. ეუთო გადავიდა ქართულ ოცნებასთან ურთიერთობების ახალ რეჟიმზე, რადგან 2024 წლის დეკემბერში ამუშავებულმა შექმნილმა ვენის მექანიზმმა არ გაჭრა, აი ახლა უკვე ამოქმედეს მოსკოვის მექანიზმი. ეს ერთი მხრივ, როგორც პოლიტიკოსები და იურისტები გვეუბნებიან, აღიარება იმის, რომ საქართველოში უკიდურესად გართულებულია ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა, მეორე მხრივ კი ვიცით, რომ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თავად შეისწავლის დღეს არსებულ სურათს. რა სიგნალია და ამ თემასაც შევეხოთ შესაბამისად, რა სიგნალია ეუთოს მხრიდან მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ აი მაგალითად ელენე ხოშტარი ამბობს ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომ ასეთი ნაბიჯები არ იდგმება ისე, რომ ნაფიქრი არ იყოს შემდეგზე. რა შეიძლება იყოს შემდეგი? რა თქმა უნდა, ეს მოწმენდილ ცაზე არ მომხდარა ეს ამბავი და ჩვენ გვახსოვს BBC-ს ძალიან ცნობილი გამოძიება სავარაუდო ქიმიური მოწამვლის შესახებ და მეც მახსოვს ეს დღეები, იქ ვიყავი ყოველ დღე, პირადად მე არ მომხდარ ვარ წყლის ჭავლში, თუმცა მახსოვს ადამიანების და არაერთი ადამიანის ნათქვამის სიტყვები, რომ წყალი წვავს. ეს იყო
უცნაური, იმიტომ რომ მსგავსი რამ არასდროს არ გვახსოვდა, უამრავ დარბევაში მოხვედრილად სამწუხაროდ ესეთ პირობებში გვიწევს ცხოვრება, თუმცა მახსოვს ეს, ასე ვთქვათ, პარადოქსული განცხადებები, რასაც ამბობდნენ ადამიანები, ხო? და ამას მოყვა BBC-ს გამოძიება, რომელიც რეკორდულ დროში 5 დღეში დაასრულა ქართულმა სახელმწიფომ გამოძიება, ისე რომ თავარი მოწმებიც არ დაუკითხავს, არც რა გამოიკვლიეს არ ვიცით და ასე შემდეგ, ხო? ეს არის სერიოზული ეჭვი, რომელიც ალბათ პირველი და უმთავრესი იქნება, რაც უნდა შეისწავლოს ეუთომ. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, მე ანუ შესაძლოა ამ მექანიზმის ამოქმედება უშუალოდ ამ თემატიკასთან დაკავშირებული ამბავთან, რომელიც შეეხება 2024 წლის. ეს ბრალდება ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არის ძალიან მძიმე. ქიმიური იარაღის ზოგადად გამოყენება და მეორეს მხრივ ეს შვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ეს არის უმძიმესი კონვენციური დანაშაული და ამაში არიან ისინი ბრალდებულები და მათ ვერ წარმოადგენს ჯერჯერობით ვერანაირ მტკიცებულება, მე ვერ ჩავთვლი ამ გამოძიებას, რომ ეს ვალიდური მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ვიტყვით, რომ ესეთი ნივთიერებები არ ყოფილა გამოყენებული. ქიმიური იარაღი, ისევ როგორც სხვა მძიმე მასობრივ განადგურების იარაღი არის მკაცრი კონტროლის ქვეშ, საერთაშორისო კონტროლის და ეს არ არის მხოლოდ შიდა კონტროლის ასე ვთქვათ საკითხი. გარდა ამისა, სახელმწიფო მიერთებულია უამრავ ხელშეკრულებაზე, რომელიც ავალდებულებს ესეთი ნივთიერებების ქონასთან დაკავშირებით მთელ რიგ პროცედურებს. ხო, ეს ერთი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა შეისწავლოს, ჩემი აზრით, ეუთომ. მეორე ნაწილია, რასაც ჩვენ ვხედავთ, მაგალითად, ტროტუარებზე დგომის გამო ადამიანების დაკავებას. ხო, ვინ წარმოიდგენდა ამას, თუნდაც 2 წლის წინ, სამწუხაროდ, დიდი რაოდენობა ადამიანებს ამას ვერ დაუშვებდა, თუმცა სამწუხაროდ მივედით ამ ეტაპამდე, როდესაც უბრალოდ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანები მიდიან ციხეში, ჯერ რაღაც ადმინისტრაციული და შემდეგ უკვე სისხლის სამართალი ემუქრებათ. საერთო ჯამში პირველი კითხვასაც მინდა შევეხო და ამ ნაწილსაც როდესაც ჩვენ ვამბობდით 2023 წლიდან და განსაკუთრებით 24 წლიდან უკვე მიიღეს რუსული კანონი, ეს იყო დასაწყისი. გახსოვთ, მაშინ ქართული ოცნება ამბობდა, რომ ეს იცით რა, გამჭირვალეობა რატომ არის ცუდი, ოღონდ გამჭირვალეობა მათ რატომღაც მოუნდათ არასამთავრობო სექტორის მიმართ და არ მოუნდათ Eagle Hills-თან დადებულ კონტრაქტის გამჭირვალეობა. ხო, ეს კიდე სხვა ნაწილია. თუმცა ჩვენ ვამბობდით, რომ ეს კანონები დროთა განმავლობაში დამძიმდება. თუმცა აქაც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი პროგნოზი გარკვეულწილად არ გამართლა, იმიტომ რომ ამ ტემპს არავინ არ ველოდით, სამწუხაროდ ალბათ. ხო? იმიტომ რომ ესე სწრაფად რუსეთსა და ბელარუსში ეს არ მომხდარა. მეცაც გეტყვით, მსგავსი კანონები რუსეთსა და ბელარუსში არ მიუღიათ და თუ აქამდე ვიძახდით, რომ ეს რუსული კანონი, ეს რუსულ კანონზე გაცილებით უარესია, რასაც გეგმავენ. ხო, მეწარმე სუბიექტებს უკრძალავენ ლაპარაკს. ადამიანებს, რომელთაც თანხას გადმოურიცხავენ უცხოეთთან, უკრძალავენ, რომ ხელისუფლებაზე რაიმე ცუდი თქვან, ხო? მთელი ქვეყანა აიყვანეს მძევლად, შეგვიძლია ესე ვთქვათ და გააკონტროლებენ ვინმე ზედმე ცხვარი ლაპარაკებს და თუ ილაპარაკებს, მთელი სადამსჯელო აპარატი მათ ხელშია და დაიწყებენ ადამიანების დევნას. ბატონ თორნიკე, თქვენ აქციებზე დაპატიმრებული ადამიანები ახსენეთ და მართლაც ეს პირები, ახალგაზრდები, კაცები, ქალები ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს დღეს ქვეყნისთვის. რადგან ასეა, მოდით ერთი კითხვა დავსვათ იმაზეც, რაშია გამოსავალი, როცა საქმე ეხება პირებს, რომელთა საქმეებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება და რომლებსაც პოლიტპატიმრებს უწოდებენ. მაგალითად, აი ლევან ხაბეიშვილის პოზიცია მინდა გაგიზიაროთ, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, რომელმაც გუშინ გააკეთა განცხადება სასამართლო პროცესზე, ის მიიჩნევს, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს, ოპოზიციამ ქართულ ოცნებასთან უნდა დაიწყოს საუბარი თუნდაც პოლიტიკურ პატიმრებად შეფასებული პირების გათავისუფლების საკითხზე. ოპოზიციური ძალები, ხო ვიცით, რომ ამ დრომდე ძალაში ტოვებით ამ შემთხვევაში თქვენი პოზიცია უფრო რბილია, თუმცა სხვების უფრო ხისტი, თუმცა ოპოზიციური სპექტრი საერთო ჯამში მაინც რჩებით იმ პოლიტიკაზე, რასაც ქვია ქართულ ოცნებასთან არ თანამშრომლობა და მათ შორის არ დალაპარაკება. ჩვენც ხისტია, ჩვენ არასდროს არ გვითანამშრომლია ქართულ ოცნებასთან. არა, ჯერ ეს ნაწილი ამოვწუროთ, ჩვენ არ თანამშრომლობას გააჩნიათ რაღაც ეტაპზე. მაგრამ ერთად მიპასუხეთ. დღესაც სწორი გგონიათ ის პოლიტიკა, თქო მოკლედ ამის კითხვა მინდა, რასაც 2024-ის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაადგა ოპოზიციური სპექტრი. აი დღეს მდგომარეობით რამდენად ჭრის და რამდენად ამართლებს ის რაზეც უკვე რასაც ქვია ქართულ ოცნებასთან არ თანამშრომლობა და ამავე დროს არ დალაპარაკება. ლევანს ამ პოზიციას გავეცანი, უბრალოდ აქ ერთი ძალიან საინტერესო ასპექტია.
აქედან რომც იყოს მზაობა ლაპარაკზე, მეორე მხრიდან ამ მზაობას ვერ ვხედავ. ქართული ოცნება ზოგადად ამით არის გამორჩეული და თუ კი ისინი ხშირად გვესმის რომ ებრძვიან თითქოს ნაცმოძრაობას, თუ კი რაიმე შეითვისეს ნაცმოძრაობისგან არის ის რომ ოპოზიცია უნდა შეირაცხოს მტრად, რომელსაც ამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი უნდა. ამიტომ არც მეორე მხრიდან ვხედავ დიდ ინტერესს რომ მოხდეს ლაპარაკი, ხო, მეტიც ხდება კანონების გამკაცრება, ხდება ის რომ ჩაიკეტოს ტელევიზიები და ასე შემდეგ, ხო? რაც არ უნდა სურვილი იყოს აქედან რომ მოხდეს რაღაც დიალოგი, მეორე მხარეს ეს სურვილი საერთოდ არ აქვს, არათუ ცოტა აქვს, საერთოდ არ აქვს. ჩვენ ნახეთ დებატებზე განცხადებდა, როდესაც მიიღო ჩვენგან მათ შორის ჩვენგან თანხმობა რომ კი ბატონო, აი დავსვდე დებატებზე რაღაც სიცხადით შემოიტანეთ ამ ნაწილში, მაგრამ დავსვდე დებატებზე ჩვენ არა გვაქვს პრობლემა, აღმოჩნდა რომ თურმე ჩვენ არ მოვიაზრებოდით ამ დებატებში, ხო? ამ ადამიანებს არ აქვს სურვილი საერთოდ დაგველაპარაკონ, ხო? ამიტომ ახლა თეორიულად საუბარი შეიძლება თუ არა, ხო? საუბარი შეიძლება პოლიტიკაში ხო ნებისმიერ ადამიანთან, რაც უნდა ვთქვათ, ის იყოს დაპირისპირება მხარეებს შორის, ხო? ამაში პრობლემას რა თქმა უნდა ვერ ვხედავ, თუმცა უნდა იყოს გარკვეული წინაპირობები, უნდა იყოს მზაობა იქეთკენ, რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგმება, ხო? ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტპატიმრებს ისინი არ უშვებენ, ვხედავთ, რომ კანონის პირიქით ამკაცრებენ, ვხედავთ, რომ დასავლეთს კიდევ უფრო მეტად შორდებით, ხო? ამიტომ არავითარი ინდიკატორი იმისა, რომ ქართული ოცნება საუბარს აპირებს, სამწუხაროდ არ არის და არ მარტო ჩვენთან, არც დასავლეთთან, ხო? ისინი სრულად მეტიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი სრული იზოლაციისკენ მიდიან და მათ ამის სურვილი აქვთ, რომ ჩაიკეტონ მაქსიმალურად და მოხდეს ისე, რომ აქ იყოს ერთადერთი ძალა ქართული ოცნება და დასავლეთი გარკვეულწილად აიძულოს, რომ მათ დაელაპარაკოს. ეს არის მათი პირდაპირ აღებული გეზი, ამ პოლიტიკას ატარებენ უკვე წლებია, ამიტომ ჩემი აზრით ამ ეტაპზე საუბარი იმაზე რომ რაღაც მოლაპარაკებები დავიწყოთ ქართულ ოცნებასთან უბრალოდ თეორიაა და არაფერი ხელშესახები ამ მხრივ არ აქვს. ბატონ თორნიკე, ცოტათ რომ მინდა დავუთმოთ განათლების რეფორმასაც, იმიტომ რომ ეს თემაც ამ კვირის ერთ-ერთი მთავარი აქტუალური საკითხია და მით უფრო რომ გუშინ კონკრეტული გაწყვეტილების შესახებაც გახდა ცნობილი, მთავრობა მივიდა გაწყვეტილებამდე რომ გააერთიანოს ორი მსხვილი უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი. ხა თვითონ ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ რომ რეფორმის მიზანია უნივერსიტეტები უფრო რეიტინგულნი გახდნენ, მეტი ფასი და ძალა ჰქონდეს გაცემულ დიპლომს და ცოდნას, თუმცა კრიტიკულად განწყობილი პირების მხრიდან გვესმის, რომ ეს არის არა ორი უნივერსიტეტის შერწყმა, არამედ ორივე უნივერსიტეტის გაუქმება და თან პოლიტიკური მისიით. ლელო რას არქმევთ მოკლედ იმ ნაბიჯებს, რასაც უკვე განათლების სისტემაში და სექტორში დგამს ჩვენი მთავრობა. ანუ ერთის მხრივ რაზეც ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ, ხო? ეს ნაწილია, რასაც ქართული ოცნება აკეთებს და მეორეს მხრივ ის ქმედებები, რასაც ატარებს მაგალითად განათლების რეფორმაში ან მაგალითად ეგრეთ წოდებული ფასების შემცირების კომისია, ხო? ანუ საზოგადოებას სთავაზობს კიდევ უფრო ისეთ საკითხებს, რომელიც მათი იმედით რაღაც ყურადღებას მოადუნებს, რაღაცა გადაიტანს სხვა საკითხზე და ასე შემდეგ. რაც შეეხება კონკრეტულად აი ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას, მე პირად ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდი და ძალიან ძვირფასია ეს უნივერსიტეტი ჩემთვის და ესეთ საკითხები, როდესაც ხდება ხო გაერთიანება ორი უმსხვილესი ქართული უნივერსიტეტის, ეს უნდა წდებოდეს დარგის სპეციალისტებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად, ხო? არათუ დარგის სპეციალისტებთან არ ყოფილა ესეთი კომუნიკაცია გავლილი, არამედ რექტორებმა არ იცოდნენ. ხო, აი სეტეოს რექტორის განცხადებით შეიძლება დავუშვათ. უნივერსიტეტის თესეოსთან შეერთების გაწყვეტილების შესახებ გაიგო გუშინ. ეს არ არის ნორმალური ამბავი ამას. რა თქმა უნდა არ არის. ამას და მაშინ რას ნიშნავს, როდესაც აკადემიური საბჭო, რექტორატი აი ესეთი მასშტაბური გაწყვეტილების შესახებ იგებს გაწყვეტილების მიღების შემდეგ ტელეეფერიდან. ხო, ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ ინტერესი საერთოდ აზრიც გაუზიარონ, აზრი კითხონ ვინმეს, მათი მოსაზრება კითხონ. ანუ მათი სურვილი რეფორმა არ არის, ამის თქმა მინდა, ხო? მათი სურვილი თუ რეფორმა იქნება ცივილიზებულ ქვეყნებში როგორ ხდება, რომ აცხადებენ, რომ ჩვენ ახლა ვაპირებთ ამ
ნაბიჯების გადადგმას, მოდი დავილაპარაკოთ, გაიხსნება დისკუსია, მოусმენენ აზრებს, განსხვავებულ აზრებს და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. რატო მოხდა ეს? მოხდა იმ ერთადერთი მიზნით, რომ უფრო კარგად გასაკონტროლებელი იყოს ეს უნივერსიტეტები. ხო, ეს არ არის დასასრული, ასე ვთქვათ, ამ რეფორმის. ჩვენ ვნახეთ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი. მე ვნახეთ ახლა რომ თუმე ამ ერთ ქალაქშიც უნდა გაერთიანდეს უნივერსიტეტები, ხო? ეს იყო სფერო, სადაც საბოლოო კონტროლი არ ქონდა ქართულ ოცნებას. ავტორიტარიზმი ვერ დაუშვებს, რომ ესეთი კერები, თუნდაც მცირე კერები არსებობდეს, მათ შორის სტუდენტებისა და პროფესორების სახით, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ეხლა ერთად მოუყაროს თავი, ასევე სავარაუდოდ მე მქონდა გავიცან ინფორმაციას იმ გვარებთან დაკავშირებით, ვინც შეიძლება დაინიშნოს ერთიანი უნივერსიტეტის რექტორად, პირდაპირ ძალოვნებს ნიშნავენ. აი ესეთ ინფორმაციები ვრცელდება, თუ ეს მოხდა ლევან იზორიას გულისხმობ, პირდაპირ იქნება ეს საკონტროლებლად გაკეთებული, ხო, ყველაფერს დაეთქვა თავის სახელით, ხო? ლევან იზორია შეიძლება იყოს კი, და მეორე ნაწილზეც მინდა ვისაუბრო ამ ეგრეთ წოდებული, რაზეც დავიწყე საუბარი ფასების. ხო, ძალოვანი ახსენეთ და მაშინ ისიც გითხარით, როგორ უნდა შეფასდეს, აი ქართული ოცნების რა მესიჯია მაშინ, აი ძალოვანი საგანმანათლებლო სისტემაში. მეტი კონტროლი. ჩვენ ყოველთვის საუბრობდით ამაზე, რომ უნივერსიტეტებში იყვნენ გარკვეული პირები, რომლებსაც კავშირი ჰქონდა ძალოვნებთან. ეს შესაძლოა არ ყოფილიყო რექტორი, პრორექტორი ან ასე შემდეგ, მაღალი აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომელთაც გარკვეული კონტროლი ევალებოდათ ამ ადამიანებს. ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, სხვათა შორის ვსაუბრობდი ამაზე, როდესაც სტუდენტი ვიყავი და გარკვეულ ქმედებებს ვაპროტესტებდი სტუდენტობის დროს. თუმცა ახლა უკვე ეს აღარ არის დამაკმაყოფილებელი ავტორიტარული რეჟიმისთვის. ახლა მათ სურს, რომ პირდაპირ ვერტიკალმა დაიწყოს უნივერსიტეტის კონტროლი და იქ თუ ვინმე გაბედავს თავისუფალ აზროვნებას, თავისუფალ მოქმედებას, ის დაუყოვნებლივ უნდა იყოს ჩახშობილი, ხო? ეს გაერთიანება რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ახლა ქართულმა ოცნებამ, რომ არ მოხდება, ვთქვათ, ოპტიმიზაცია, ეს არის ტყუილი, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეტაპზე მოხდება ოპტიმიზაცია, აი მარტივად ავიღოთ, ხომ? არის ფაკულტეტები, რომელიც როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის, ასევე არის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხო? მაგალითად იურიდიული ფაკულტეტი, ხო? არის ორივე უნივერსიტეტში, ხო? რა თქმა უნდა, გარკვეულ ეტაპზე მოხდება ოპტიმიზაცია და ჩვენ ვიცით ქართული ოცნება როგორ აკეთებს ოპტიმიზაციას, სადაც მას შეუძლია, ხო? განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებიან და სხვათა შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამის პრობლემა არც მაქამდე არ ქონდა. ვხედავდით მაგალითად შარშან, როდესაც მოხდა განსხვავებული აზრის მქონე თავისუფალი აზრის მქონე ადამიანების განდევნა უნივერსიტეტიდან. ალბათ ეს პროცესი გაგრძელდება აუცილებლად, უბრალოდ უნდა გვესმოდეს, რომ ერთადერთი გამოსავალი, რაც შეიძლება გქონდეს ამ მძიმე სიტუაციიდან, არის წნეხის გაზრდა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ბატონ კებ, რამდენიმე წუთი დაგვშვა და ბოლოს კიდევ ერთ საკითხზე მინდა გითხოთ, რომელიც ასევე მთავრობის დღის წესრიგის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, სურსათის მედიკამენტების და საწვავის მაღალ ფასებთან დაკავშირებულ თემას ვგულისხმობ. მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო კომისია აგრძელებს მუშაობას და დღეს უკვე საწვავის კომპანიების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. აი თქვენი კომპანიის პარტიის წარმომადგენელმა თაზო დათუნაშვილმა დღეს ფასებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს იუმორინა უწოდა და განაცხადა, რომ წელს იუმორინას ჩატარება კანცელარიაში გადაწყვეტეს და შოუს ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. ეს პერსონალურად თაზო დათუნაშვილის პოზიცია თუ შეგვიძლია მთლიანად პარტიაზე განვაზოგადოთ და თუ კი ასეა, იქნება ახსნათ, რატომ გიტოვებთ მთავრობის მიერ წარმოებული პოლიტიკა და პროცესი ასეთ შთაბეჭდილებას. რა თქმა უნდა, თაზო, ისევ როგორც ამ შემთხვევაში მე პარტიის პოზიციას ვახმოვანებთ, თაზოს ახასიათებს ძალიან კარგად ახასიათებს ესე ხატოვნად წარმოაჩენს ხოლმე მძიმე სიტუაციასაც კი, რა თქმა უნდა, ეს არასერიოზული პროცესია, რაც მიმდინარეობს. რატომ არის არასერიოზული? დავიწყოთ ახლა თავიდან. ქართულმა ოცნებამ გააღარიბა ეს ქვეყანა, გააღარიბა მოქალაქეები ერთი მიზნით. ღარიბი ადამიანის კონტროლი არის გაცილებით მარტივი, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი არის ღარიბი, მას მცირე დახმარებას, როდესაც მისცემ ჩამოკიდებ ამ მცირე დახმარებაზე, ის იძულებული იქნება მიიღოს, რა თქმა უნდა, ეს დახმარება და ამის სანაცვლოდ, როდესაც ეს იქნება ხმები, იქნება საჭირო, როდესაც დასჭირდება ხელისუფლებას აქციებზე გამოიყვანს და ასე შემდეგ, ხომ? უნდა გვესმოდეს, რომ ეს კონსტრუქცია ქართულ ოცნებას ხელს აძლევს ერთის მხრივ გაღარიბებული ხალხი, რომელიც იქნება მარტივი საკონტროლებელი და მეორეს მხრივ ადამიანები, რომლებიც მათ დაემორჩილებიან. ამიტომ ქართული ოცნება არავითარ შემთხვევაში სიღარიბეს ამ ქვეყანაში არ მოაგვარებს პირველ რიგში, რომც შეეძლოს და ჩემი აზრით მათ ეს არც სურთ. რაც შეეხება ზოგადად ამ კომისიას და ამ
საოცარ პროცესს, რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალს, ხომ? დავანებოთ ერთწუთს სურსათის ფასებს თავი. პირადობა რამ გააძვირა, ესეც დისტრიბუტორებმა გააძვირეს და ქსელებმა გააძვირეს. აი, ვინც რეჟში მივიდა და თქვათ უძრავი ქონების გადაფორმება სჭირდებოდა. 2 წლის წინ 50 ლარი გადაიხადა და წელს 150 ლარის გადახდა მოუწია. ესეც მაღალი ფასნამატის გამოა დისტრიბუტორების მიერ თუ ცხოვრება გაძვირდა ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ცხოვრება გაძვირდა, ხო? თუმცა ჩვენ ეს ბრძოლა რომ აი რაღაცა სურსათი ებრძვის ქართულებს სურსათის ფასებს წლებია ვხედავთ. ხელშესახების შედეგები არ აქვს. რატომ? პირველი და მთავარი ფაქტორი რაც არის, ეს არის კორუფცია. ჩვენ ხედავთ რომ ამ ქვეყანას მართავდნენ ადამიანები, რომლებიც ბავშვებს საკვების ფულს და ჯარისკაცებს პარავდნენ და ქურდავდნენ, ხო? როდესაც გაქვს ესეთი სისტემა, რა თქმა უნდა, იქ ფასები იქნება მაღალი და სამწუხაროდ გაიზრდება. თუ გვინდა ფასების შემცირება, აუცილებლად უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება.